დღეს გასწავლით აი ამ ძალიან პატარა საიდუმლო კოდს. 80% Samsung-ის ტელეფონებისა ეს კოდი მოქმედებს, მუშაობს და დაგეხმარებათ გასინჯოთ ყველა ის ზოგადი და ძირითადი ფუნქციები, რომლებსაც ვერ გასინჯოთ, თქვათ, Gmail-ის შეყვანის, დასინქრონების, ინტერნეტის გარეშე და კიდევ რაღაც დამხმარე პროგრამების ჩამოწერების გარეშე. ამიტომ აი ეს კოდი გაგიხსნით აი იმ საიდუმლო მენიუს, სადაც შეგიძლიათ დააჭიროთ, გატესტოთ სპიკერი, გატესტოთ ზარი, გატესტოთ სმენადობა, ეკრანი, აქვს თუ არა ეგრეთ წოდებული ბეთ წერტილები, ჩამქრალი პიქსელები და კიდევ ძალიან ბევრი რამ. ეხლა კი გადავიდეთ დესკტოპზე და დავიწყოთ ჩვენი საიდუმლო კოდის გარჩევა. ავიღოთ ჩვენი ტელეფონი და ავკრიფოთ საიდუმლო კოდი, რომლის კომბინაციაც არის ფიფკი დიეზი 0 ფიფკი დიეზი. დიახ, მეგობრებო, როგორც ხედავთ, ეკრანი განათდა ბოლომდე, ესეც ერთგვარი ტესტია და იმედი მაქვს მონიტორში ჩანს ვიდეოში ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან კაშკაშაა ეკრანი. როდესაც აკრიფავთ აი ამ საიდუმლო კოდს, თქვენ შედიხართ საიდუმლო მენიუში. ყველა ფუნქციის ჩამონათვალია, რომელიც თქვენ აი ესე რიგრიგობით უნდა ჩამოუყვეთ და გასინჯოთ აუცილებლად. ეხლა კი დავიწყოთ პირველით. Red, როგორც ხედავთ, აი აქ ჩამოწერილია ფერები. ანუ დავიწყოთ red-ით. Red. და როგორც ხედავთ, გამოჩნდა მთლიანად წითელი ფერი, შეგიძლიათ გადახედოთ, დააკვირდეთ, არის თუ არა სადმე bed pixel-ი, ეგრეთ წოდებული ჩამქრალი წერტილი, შემდეგ გადავიდეთ green-ზე, green-ზე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დააკვირდეთ და შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ლურჯ ფერზეც, ხო, ლურჯი ფერი, როგორც იცით, გამოირჩევა ყველაზე ადვილი სანახავია აი აქ bed pixel-ების აღმოჩენა და ყველაზე ადვილად შეგიძლიათ ნახოთ ლურჯ ფერზე. გადავიდეთ შემდეგ ფუნქციაზე. Receiver, ანუ აქ ამოწმებს ეგრეთ წოდებული ესე ვთქვათ დინამიკებს. შემდეგ გადავიდეთ ვიბრაციაზე და ვიდეოში უბრალოდ არ შეიმჩნევა, ეხლა ვიბრაცია ისინჯება თუ არა, მაგრამ მე ხელზე ვგრძნობ, რომ ვიბრომატორი მუშაობს და მწყობრშია. შემდეგ გადავიდეთ Media Cam, ანუ კამერის ტესტია ჩვეულებრივად, ეს არის უკანა კამერა, როგორც ხედავთ, ისინჯება უკანა კამერაც და შემდეგი ტესტი, ანუ იღებს სურათს. დაბრუნდა უკანა მენიუში და გადავდივართ შემდეგ მენიუზე. Sensor, ანუ ეს არის გიროსკოპები და მოძრაობის სენსორები და აბსოლუტურად ყველანაირი სენსორი, რომელიც კი დამონტაჟებულია ტელეფონს და ტელეფონის მოძრაობისას თქვენ ადვილად შეამჩნევთ, რომ ყველა სენსორი მწყობრშია. აქვე არის კომპასი და ასე შემდეგ. გამოვიდეთ უკან და გადავიდეთ შემდეგ მენიუზე. ორი კლიკი უნდა back-ით და გამოდის უკანა მენიუში. Touch-ი, რაც შეეხება touch-ს. აი ამ მენიუში შესვლისას ტელეფონი მოგთხოვთ აბსოლუტურად ყველა იმ ადგილას გაუსვათ ხელი. ეს იქნება Note, ეს იქნება სხვა ტელეფონი, ანუ Samsung-ის სხვა სერია. ის გთხოვთ აი ესე ჯერ ბოლოებში გაუსვათ ხელი, მუშაობს თუ არა აი ეს პიქსელები გასინჯავთ, შემდეგ აი ესე დიაგონალზე გაუსმევთ და იმ შემთხვევაში თუ ტელეფონის ეკრანს რაღაცა პრობლემა აქვს, აუცილებლად ამოაგდებს და განახებთ, რომ რაღაც პრობლემატური ესე ვთქვათ აღმოჩენა გააკეთა აი ამ ტესტმა. შემდეგ გადავიდეთ სპიკერებზე, ეხლა ძალიან ხმამაღალ დაიწყებს მუსიკის დაკვრას, უნდა გაუძლოთ როგორმე. დავაჭიროთ სპიკერს. სინჯავს ჯერ აი ამ სპიკერს. შემდეგ სინჯავს აი ამ სპიკერს, ქვევითა სპიკერს და კიდევ ცალკე ზედა სპიკერს. ანუ როდესაც გაიგონებთ ხმას, ყველა სპიკერში ესე იგი ნიშნავს იმას, რომ სპიკერებიც მწყობრშია. შემდეგ გადავიდეთ sub key-ზე. აი ესე. Sub key ნიშნავს აი ამას. Sub key მუშაობს, დავაკლიკოთ კიდევ ერთხელ. ანუ აი ეს ჩვენი home-ის key-ც მუშაობს. Exit-ით და შემდეგ გადავიდეთ front camera-ზე. Front კამერას როგორც ხედავთ, ისიც მწყობრშია, მაგერ ესეც მე ვარ და მიღებთ სურათს. კი ბატონო, სურათიც გადაღებულია, გავიდეთ უკან, sub camera-ც გავსინჯეთ, back. აი ესე. შემდეგ გადავიდეთ grip sensor-ზე, დავაჭიროთ
და ანუ აი ეს აღების და დადების სენსორია. გვიწერს რომ ისიც მწყობრშია. Working. კი ბატონო. კარგი, დაწყობთ. შემდეგ გადავიდეთ LED-ზე. LED-ი როგორც ხედავთ, აი აქ გვინთებს, რაფერი უნდა ანთოს. აი აქ ჩანს red და შემდეგ დავაჭიროთ green-იც ანთო, blue-ც მუშაობს და end-ი, ნუ გასაგებია უკვე. end-ი რას ნიშნავს? Barcode emulator test. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ბარკოდების ემულატორი და ესეც რა თქმა უნდა მწყობრშია, იმიტომ რომ დიდი გასინჯვა მას არ ესაჭიროება სტარტი, არ გვინდა ბარკოდს ახლა ვერ მოვძებნით, მაგრამ ნუ გასაგებია ყველასათვის, რასაც ნიშნავს ასკანერებს ბარკოდებს და ასე შემდეგ. Sensor hub test. დავაჭიროთ კი ბატონო. Sensor self test და გაატარა რაღაც სენსორები და ნუ ჩამოწერა რომ გავლილია ეს ტესტიც და გავიდეთ უკან. შემდეგ black, ანუ black-ი ჩვენ გვეხმარება გავსინჯოთ ეკრანის ეგრეთ წოდებული, აი აქ სადმე ცუდი გამონათებული არის თუ არა, ანუ რაც უფრო მკვეთრია და რაც უფრო მთლიანია ეს შავი ეკრანი, იმით უფრო ადვილი მისახვედრია რომ თქვენს ეკრანს არ აქვს რაღაცა ესეთი დამატებითი გამონათებები ეკრანიდან, იცით ტელეფონებზე შეხვედრილი გაქვთ, დაახლოებით LCD ეკრანებმა იცის აი ესე, აი აქედან იცის ხოლმე ხანდახან გამონათება, ან აქედან არასწორად და AMOLED screen-ებს ეს პრობლემა არ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ გასინჯოთ მაინც. დავბრუნდით უკან. შემდეგ Whole IC. ანუ ეს არის ჩვეულებრივად ისევ ეკრანის ტესტი, ანუ კალიბრაცია ეკრანის და S Pen-ის გასასინჯად აუცილებლად, ნუ ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ Note-ის სერიასაა, გამოვიგეთ S Pen Pro და მუშაობს, აგერ შეგვიძლია გავსინჯოთ ყველა მხარეს და ნუ ესეც უკვე გასინჯული მაქვს, S Pen-ი ალბათ თქვენ არ გესაჭიროებათ Note-ის მფლობელებისთვისა, მხოლოდ ეს ტესტი. გავაკეთოთ ბექი, აი ესე. ეს არის ჩვენი სერვის საიდუმლო მენიუ, სადაც ძირითადი ტელეფონის ფუნქციონალის გასინჯვა შეგიძლიათ აბსოლუტურად ყველანაირი მიერთებების, SIM-კარტების ჩადების, ინტერნეტის გარეშე და ასე შემდეგ. აუცილებლად მიუთითეთ თქვენი მოდელი და დაწერეთ აი ამ მოდელზე მაქვს Samsung-ი, ესა და ეს მოდელი, ამ კოდმა იმუშავა. დიდი მადლობა, არ არის საჭირო. და ან კიდევ პირიქით მაქვს ესა და ეს მოდელი Samsung-ის, ან კოდმა არ იმუშავა. კიდევ აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, რა ტელეფონებზე გსურთ მსგავსი რაღაც საიდუმლო კოდების და მენიუების მოძებნა და მე შევეცდები აუცილებლად გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნები. ესა კი დროებით, ჩვენ შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. დიდი მადლობა, კარგად.